ბავშვს უნდა შეხედო როგორც შენს თანასწორ ადამიანს, რომელიც ემზადება დიდობისთვის. ანუ უფლებრივად შენი თანასწორია, შენ ღირსებაც ისე გააჩნია, როგორც შენ სირცხვილეცნობაც ისე გაარჩია, როგორც შენ ჯერ პატარაა და ემზადება დიდობისთვის. და მთელ ამ საბჭოთა სკოლაში ეს იყო დაკარგული შინაარსობრივად. და ბავშვმა, ანუ სიმკაც, ბავშვს უნდა შეუთანხმდე, რომ მან რო შენ მისთვის კარგი გინდა, მას ასწავლი. და არ შეიძლება ის ძალადობის პროცესი იყოს. მე იმას არ გულისხმობ, შობელი რო გაუბრაზდება ბავშვს და ტრაქზე ხელს წამოვარტყავს. ეს არაფერ შუაში არ არის. ან რაღაცა შობელი რომ კაცრად გეტყვის, რომ ეს რაღაცა უნდა ისწავლო და შეთანხმება უნდა დაიცვა და ასე შემდეგ. ამას არ გულისხმობ. მე გულისხმობ, აი როგორ გითხრა, საბჭოთა ჩემს პერიოდში, რასაც ერქვა სიმკაცრე, ამ მოცემულობიდან გამოვდივარ. რომელიც რავი, აი ბევრ რაღაცნაირ დაშვებას ექვემდებარება, სადაც მე მაგალითად ძალიან მიჭირს დედაჩემის რაღაცაში გამტყუნება, რომ დედაჩემს მაგალითად მიაჩნდა, რომ ბავშვი, რომელსაც და ზოგადად ადამიანი, რომელსაც არის ეს გამრავლების ტაბულა, მათემატიკოსი არის, ეპირად არის, ის არის დებილი. და არ უნდოდა რომ მისი შვილი ასეთი ყოფილიყო, ასეთი ლეგიტიმური ბიზნესთვის, რომ დედა იბრძვის. ახლა შენ შეგიძლია რომ მას უთხრა რომ რაღაცა შენ მე ცალსახად გაგამტყუნებ ამაში, მაგრამ იმიტომ რომ მას შენ ვერ გადაარწმუნებ რომ ადამიანი რომელმაც არის ის გამრავლების ტაბულა, იდიოტი არ არის. მაგრამ იცი რა არის რომ ახლა როცა შენი ამოცანა არის რომ შენ მაშინ პირველმა ისწავლოს კლასში გამრავლების ტაბულა. შეჯიბრში ხარ რა რაღაცაში შეჯიბრში მონაწილეობ. აი ეს უკვე სხვადასხვა თემა შეიძლება იყოს, თორე ხო რაღაცა დონის შეთანხმების აღსრულებენ, ცხოვრება რომ კაცრია. წესებს თუ არ იცავ რომ კაცრად ისჯები. ეს ხო ადამიანო ბავშვმა უნდა ისწავლოს. მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის საბჭოთა აღზრდის მეთოდებთან, ჩემი აზრით.